ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ საღამოშვიდობისას გეუბნებათ კატო და მოდით ერთად ვნახოთ თუ რა ინფორმაციები დარჩა ჩვენ საინფორმაციო ბანკში. თქვენ უყურებთ პროგრამა ინფორმატორი 10 საათიან ყველაზე ვრცელ გამოშვებას. კლუბ 16 რაუნდში გრძელდება მოდის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორებიც ზალიკო ბერგერი და კლუბი 16 რაუნდია. ამჯერად ჩვენ წინაშე წარმოშობით ქართველი მცხოვრები ბაქოში კახა ქაჯაია წარსდგა საკუთარი მოდელებით. ნახოთ სიუჟეტი. ბაქოში ერთი წელი მუშაობ, მაგრამ წარმატებაზე ალბათ ზედმეტია ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩემი პატარა სახელოსნო მაქვს და ინდივიდუალურ დაკვეთებზე მუშაობ. ეს ძალიან საინტერესო დიზაინერია, მინდა გითხრათ, თავისებური ხედვა აქვს, ისეთი მუშაობს ტყავზე, სხვადასხვა ქსოვილებზე, თვითონვე ხატავს სხვადასხვა მასალით, აი ამ ქსოვილებზე. ეს წარმოვადგენ ძალიან პატარა კოლექციას 12 მოდელიანს. ეს არის ერთი კოლექციის ნაწილი, სამწუხაროდ მეტის ჩამოტანა ვერ მოვახერხე ამჟამად. ლისისტვის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდა მხატვარი ბესა ქართველიშვილი და ლაშა ციციკაშვილი საკუთარი მიმდინარეობის ტოპიზმის სტილში უზარმაზარ პანოს ხატავენ. მათ ამ აქციას დაარქვეს ცეცხლი ალპებიდან კავკასიონამდე. დანარჩენ სიუჟეტიდან შევიტყობთ. ეს პანო მზადდება აქციისთვის ცეცხლი ალპებიდან კავკასიონზე. ეს აქცია იქნება 9 და 10 აგვისტოს ყაზბეგში. ხოლო ჩვენ ვხატავთ ამ პანოს. და ამ პანოს ზომები არის ძალიან დიდი. აქ შეიძლება არ გამოჩნდეს. ეს არის დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი. ანუ 5 სართულიანი სახლის სიმაღლე, სიგანეც იგივე აქვს. ევროპაში ყველა მწვერვალზე თითქმის, ანუ მწვერვალთან ახლოს, პირინეებიდან მოყოლებული ეს ალპებზე, ყველგან ინთება ცეცხლი. ანუ ცეცხლი როგორც სიმბოლო რაღაც განგაშისა, ანუ როგორც ადრე იყო ხოლმე. ტერო შემოეცეოდა ცეცხლოვანთები. აი ეს ცეცხლი გაერთიანებისთვის, ეკოლოგიური პრობლემების და რაღაც ბუნების დასაცავად გაერთიანებისთვის. აჭარის წარმომადგენლობამ პრესკონფერენცია გამართა. თუ რა თემაზე იყო ამჯერად საუბარი, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შევიტყობთ. დღეს რაც ხდება, ეს ყველანაირ ზღვარს ცილდება, იმიტომ რომ ადგილობრივ არჩევნებზე მომღერალი უმღერის სხვა პარტიას, ეხლა რომ მოდის საპარლამენტო არჩევნები უმღერის სხვა პარტიას, იცით რა არის, ყველას არ ეხება. მე იმიტომ ვაფასებ უცნობს, რომ მას აქვს ერთი ხედვა და ის დგას მის გვერდით, მის მეგობრების გვერდით და ეს ადულად ის არ იცვლის თავის მსოფ ხედველობას. აი, როდესაც 5 თვის განმავლობაში, თქვათ, არჩევნები როგორი სისტემითაც ჩვენთან ტარდება საქართველოში, რომ ხან ერთთან ახარ და 5 თვის მერე ხან მეორესთან, ეს არის, იცით რა, მე მაგალითად არ მჯერავს ესეთი მომღერლის, მე არ მჯერავს ესეთი პიროვნებების, რომლებიც აი ესე 5 თვეში ერთხელ იციან თავის მსოფლმხედველობას. ეს აბსოლუტურად ყველანაირად მიუღებელია, მე ამას ეს პოზიციას დავაფიქსირე და ეხლაც ვაფიქსირებ. დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანი არის ისო ესეთ პრობლემატურ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რაც მე თქვენ მოგახსენეთ. იცის საზოგადოებამ რა არის პიარი, ხო? მე მგონი პარლამენტის წევრებმაც არის ძენ რა არის პიარი. პიარი გონიათ ცოტა სხვა რაღაცა. დაგულად ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ანუ მხედველობაში შოუ ბიზნესი, ამას ისე იყენებს როგორც საჭიროა. ღერიან და პარტიის წევრებმა დამოუკიდებლ ორგანიზაციას
ეს ნორმალური ფორმა დამას ვერაფერს ვერ აუწევს. არის რაღაცა ქვეყანაში რომელიც შეიძლება გულით აკეთო და არის რაღაცა თქვა რაშიც თქვა ანაზღაურება არ უნდა მოითხოვო. მუსიკა არის ტოტალური ზემოქმედების ინსტრუმენტი. და რა თქმა უნდა, მუსიკას ყოველთვის ელებნენ ყოველთვის გამოიყენებენ ალბათ თავისი მიზნების მისაღწევად და ჩვენთვის აი აქტუალურია ამ შემთხვევაში პოლიტიკა, საარჩევნო პროცესი. ზუმბა თავს დაზვენების უფლებას არ აძლევს და სახლში გაკეთებული ევრორემონტით ვერ კმაყოფილდება. იგი ამჟამად ევრორემონტის გაკეთებას ეზოში აპირებს. თუ რაში მდგომარეობს რემონტის იდეა, ამაზე თავად ზუმბა გვიამბობს. ინდუსტრიამ და ცივილიზაციამ, ფსევდოცივილიზაციამ ფაქტიურად მთელი ეს უბანი წაიღო და 9 სართულიანი, 10 სართულიანი სახლები წამოიჭიმა. ეს ძალიან კარგია, მივესალმები ამ სისუფთავეს, მაგრამ თანდათან ვატყობ, რომ ქალაქი კარგავს თავის იერსახეს. ხო და ეს ეზო, იმიტომ კი არა, რომ მე ამ ეზოს მობინადრე ვარ და რაღაცა. ადრეც მქონია ურთიერთობა ამ ეზოსთან. ნიაზ დიასამიძის მეუღლე გაიზარდა იმ სახლში, სადაც ახლა მე ვცხოვრობ, მისი ბიძა ცხოვრობდა და ბიცოლა იქ. და რაღაცნაირად ჩვენი ბედიც დაუკავშირდა აქაურობას და დიდი სურვილი გვაქვს, რომ საკუთარი ძალებით, აი ვინ რასაც მოვახერხებთ, ხომ, დავალაგოთ და მივცეთ პირვანდელი სახე ამ ეზოს. და ცოტა თანამედროვეობად შევიტანოთ, ისე რომ ქალაქის ეს ეთნოგრაფიული მომენტებით შევინარჩუნოთ. და თან ვიგრძნოთ, რომ დღევანდელ დღეს ვცხოვრობთ. აქ ცხოვრობდა ბატონი აკაკი ხორავა, კოკო მურღულია, ისინი სულ ყველა ექიმები, ვენეროლოგები და დამსახურებული ხალხი. აი ეს უნდა აღინიშნოს, ეს იყო ვარდისუბნის ქუჩა იყო ეს. და არის ესეთი საზოგადოება თემის დაცვისა და კულტურული განვითარების ფონდი, რომელმაც გააკეთა აი ეს ახალი კლიპი ცოცხები ჩქარა და გვინდა რომ აი ჩვენი ეზოს ეს აქციაც ხო მივაბათ როგორც მეორე სერია ამ მოძრაობას. იმიტომ რომ ყველა მონაწილე თითქმის ძალიან გახარებულია და უნდა ჩვენთან გვერდში თანადგომა და აქცია გამოიხატება რაში ახლა გავაკეთებთ საქველმოქმედო კონცერტს. სადაც სპეციალურ მოსაწვევებს დავარიგებთ და ცოტა ძვირ ბილეთებს გავყიდით. ხო და რამდენი შეგროვდება პრინციპში გვეყოფ ამ ეზოს მოსაპირკეთებლად, ფერების მისაცემად და აი ამ დიზაინის შესაქმნელად და თვითონ ეს ჩვენი ეზო, ეს ორგანიზაცია, თემის დაცვის და განვითარების ორგანიზაცია, ხო? შეგვირდა რომ გააკეთებს საბავშვო მოედნებს ამ ეზოში. ხო და დაახლოებით ესე 15 სექტემბრისთვის ვგეგმავთ ამას და უკვე ნელ-ნელა ვამზადებთ რა. ალბათ სექტემბრის დასაწყისიდან აუცილებლად დაგჭირდება თქვენი კარგი თანადგომა გვერდში და თუ ვიღაცას ახლა საშუალება ექნება და სურვილი ექნება რომ შემოგვიერთდეს, ხო? მე სექტემბერში ანგარიშის ნომერსაც ვიტყვი ხმამაღლა და საკონტაქტო ტელეფონებსაც, მაგრამ დიდი იმედი მაინდა-მაინც არავისი არ აქვს. საკუთარი ხელებით და საკუთარი ენერგიით გვინდა რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ და ყველაზე ნამდვილი და ესეთი სულიერი მხარე დაცული იქნება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მეზობლების საქმე და აქ არც მერიას ვაწუხებთ ჩემო ბატონო და არც პოლიტიკურ პარტიებს, ხო და თუ ვიღაცას სურვილი ექნება, უარს არ ვიტყვით. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.